საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რეგიონებში წევრ-კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს. ასოციაციის წარმომადგენლები ამჯერად აჭარის საინვესტიციო ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშეს ტურინვესტ ჯგუფს ესტუმრენ, როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია და რატომ აქვს კერძო სექტორისთვის ასოციაციასთან 7 წლიან პარტნიორობას. დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან გიამბობთ. ბაზარზე ოპერირების 16 წლიანი ისტორია. 800-მდე დასაქმებული 500-ზე მეტი სასტუმრო ოთახი და სრულად შეკრული საოპერაციო ციკლი. დაპროექტებიდან უშუალო მართვამდე. ეს ტურინვესტ ჯგუფის დღევანდელი მასშტაბია. ჯერ კიდევ 2008 წელს კომპანია იყო პირველი, რომელმაც რეგიონში პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდები ჰილტონი და კაზინო აუსტრია ინტერნეშნალი შემოიყვანა, რითაც ბათუმის საინვესტიციო ლანდშაფტი სრულად შეცვალა. ასეთი მასშტაბური ოპერაციების მართვისა და შემდგომი განვითარებისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სტრატეგიული საყრდენი და ინდუსტრიის ლობირება, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან უკვე 7 წლიანი თანამშრომლობა განაპირობებს. ჩვენ გვჭირდება რაიმე სახის ან საკანონმდებლო ან სხვა ტიპის საკითხის დარეგულირება, ოღონდ აქ საუბარი არ არის კონკრეტულად ჩვენს კომპანიაზე, იმიტომ ჩვენ წარმოადგენთ ინდუსტრიას, შესაბამისად ინდუსტრიას მთლიანობაში ჭირდება ის საკითხი, რაც შეიძლება ჩვენ დავაყენოთ. ამიტომ აი ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, მნიშვნელოვანი ურთიერთობა ბიზნეს ასოციაციასთან უკვე გვაქვს 7 წელია. ტურინვესტი არის ძალიან იმდენად აქტიური წევრი ჩვენი, რომ მისი ხელმძღვანელი არის ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ამით არის გამორჩეული, რომ ამ რეგიონიდან, აჭარიდან ძალიან აქტიურად წარმოადგენს იმ ბიზნესს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი აჭარაში ჩვენს მაღალი დონის შეხვედრებზე. მისი აქტიურობის შედეგია სწორედ ეს წარმატებული პროექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს. საინვესტიციო ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და სტრატეგიულად ზუსტი ნაბიჯი გასულ წელს რეკორდულ დროში 18 თვეში აშენებული საქართველოში პირველი Hampton by Hilton-ის გახსნა. 153 ნომრიანმა სასტუმრო ბაზარზე სრულიად ახალი ნიშა დაიკავა. პომპეზური სივრცეების ნაცვლად ისტორიულ ცენტრში განთავსებული ობიექტი მილენიალებისა და ჯენზი თაობის მოლოდინებზე, ტექნოლოგიურ კომფორტსა და მაღალი სტანდარტის მომსახურებაზეა კონცენტრირებული. როგორც ამბობენ, სწორედ კონცეფციის ამ სიმსუბუქემ და მომხმარებლის ზუსტმა იდენტიფიცირებამ განაპირობა სასტუმროს სწრაფი კომერციული წარმატება. სასტუმრო ეხლა ამ პერიოდისთვის საკმაოდ დაკავებული არის. თან გვინდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებიც მოდიან ამ სასტუმროში, იციან სად მიდიან. მოდიან რა მოლოდინის ბრენდს აქვს შექმნილი და ამიტომ ვთქვი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია მსოფლიოს მასშტაბით. როგორც თვითონ მშენებლობა იყო ჩვენთვის წარმატებული, ეს წარმატება შემდეგ უკვე ითარგმნა იმით, რომ თვითონ ოპერირების დროსაც ჩვენმა გუნდმა მოახერხა და ძალიან ისე კარგად წყობრში დაალაგა პროცესები და დღეს ვფიქრობ, რომ ჩვენი სტუმრებიც ამ კმაყოფილებას გამოხატავენ როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა პლატფორმებზე, რომელიც არის მათთვის ხელმისაწვდომი. გათვლილია იმ ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობენ ბევრს, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული სივრცეები არ არის საჭირო, მაგრამ ის სივრცე, რომელიც მათ სჭირდებათ, უნდა იყოს ლამაზი, კომფორტული, მოწყობილი, ორგანიზებული და აი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ესასტუმრო ახვედრებს მის მომხმარებლებს. ამით გამოირჩევა ეს პროექტი, მით უმეტეს რომ ეს პროექტი გათავსებულია აი გულში მართლა ბათუმის და ძალიან ბევრი და შორს არ არის საჭირო. ვფიქრობ გულში, იმიტომ რომ გარშემო არის სწორედ ის ადგილები, სადაც მე უკვე ახალგაზრდები სიამოვნებით საღამოს ატარებენ. გლობალური ბრენდების მართვის პარალელურად კომპანიის სავიზიტო ბარათი მულტიფუნქციური ეკოსისტემის შექმნა. Valveo Residence Suite-ის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში განთავსებული ბუტიკ სასტუმროს ბულვარ ბათუმის გარდა. ჯგუფის მფლობელობაშია ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული სიმბოლო, კულტურულ გასართობი კომპლექსი და საბაგირო გზა არგო. ტურისტული ნაკადების ასეთი მასშტაბით მართვა კი, როგორც აღნიშნავენ რეგიონში, კაპიტალის მულტიპლიკაციურ ეფექტს და ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში დამატებითი დოვლათის გენერირებას უზრუნველყოფს. 2013 წლიდან ოპერირებს საბაგირო გზა და ერთ-ერთი ყველაზე most visited ადგილი არის ბათუმში, სადღაც 360,000 ვიზიტორი ყავს წელიწადში და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია. ჩვენი პროექტები არის სხვა გასართობი სივრცეები, მათ შორის არის კაზინო, გასართობის ცენტრში ზევით საბაგირო, სადაც ადის იქ რესტორანი, ციფრული მუზეუმი,
და ლიანობაში ჩვენი ბიზნესი დაკავშირებული არის ტურიზმთან. ტურინვესტი იყო ის კომპანია, რომელმაც თავის დროზე გარისკა აიღო პასუხისმგებლობა, შემოიყვანა ჰილტონი და ბაზარზე ყოველთვის რთულია პირველი ნაბიჯის და პირველი, თქვათ, მოძრაობის გაკეთება. შედეგი იყო არა მარტო ის, რომ ძალიან ბევრი, თქვათ, ბრენდი შემოვიდა, არამედ შედეგი იყო ყველაზე მთავარი ის, რომ თვითონ ეს შენობები რო ნახოთ, ძალიან საინტერესო არქიტექტურული, ძალიან საინტერესო ვიზუალური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესო ლენდმარკია ბათუმის. რეგიონული ტურიზმის არსებული მოცულობით ათვისება კომპანიისთვის მხოლოდ შუალედური ეტაპია. ჯგუფის დღის წესრიგში შემდგომი ექსპანსია უკვე ფორმალიზებულია. ბათუმსა და ქობულეთში გამოყოფილია მსხვილი საინვესტიციო რესურსი, სადაც ბაზრისთვის სრულიად ახალი, ნიშური პროდუქტების შექმნა იგეგმება. გრძელვადიანი კაპიტალ დაბანდების ეს სტრატეგია და განვითარების უწყვეტი ციკლი კი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მჭიდრო პარტნიორობით ტურინვესტ ჯგუფს აჭარის საინვესტიციო ლანდშაფტის გამორჩეულ არქიტექტორად ტოვებს.